დღევანდელი დღის თემა. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა. დღევანდელი საკითხავი წმინდა წერილიდან ბევრ სასარგებლოს შეიცავს და ენით აუწერელი განძია დაფარული ამ მოკლე სიტყვებში. ასე აქვთ ისგან ნაბრძანები. არა მრავალსიტყვაობა, არამედ მოკლედ გადმოცემა შეიცავს უდიდეს სიმდიდრეს. მაშ ასე, გამოვიკვლიოთ წერილში მითითებული სიტყვები ამჟამინდელი საკითხავის მნიშვნელობის ზედმიწევნით შესასწავლად. ჩვენ დავინახავთ ახალ მაგალითებს მამამთავრის უდიდეს სათნოებას და უფლის საოცარ კაცთმოყვარეობას. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? შეხედე, როგორც ცდილობს საღვთო წერილი ამ სიტყვებით გააცხადოს წმინდანის სათნოება. განზრახული აქვს გაგვაცნოს უფლის მიერ აბრაამზე დაშვებული განსაცდელი. წმინდა წერილს წინასწარ უნდა გვაჩვენოს ის დრო, როცა მამამთავარს ებრძანა ისააკის სამსხვერპლოზე მიყვანა, რათა სრულყოფილად გაიაზრო მამამთავრის უდიდესი მორჩილება, როგორ არ მიაჩნდა მას არაფერი უფლის თაყვანისცემასა და მსახურებაზე მაღლა. რას ნიშნავს? ამ ამბების შემდეგ იყო, ისააკის დაბადების შემდეგ, როდესაც სარამ დაინახა ისმაელის ახლო ურთიერთობა ისააკთან, რაზედაც გუშინ უკვე ვილაპარაკეთ, განრისხდა და უთხრა აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან ისაკთან ერთად. მამამთავარს სისასტიკედ მოეჩვენა ეს. მაშინ ღმერთმა დასამშვიდებლად უთხრა: მოусმინე შენს ცოლს სარას და მოიქეცი ისე, როგორც გეუბნება. ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმაქალზე, რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა. ისმაილს კი ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი. უფლისგან მიცემული აღთქმა იმაში მდგომარეობდა, რომ ისააკის შთამომავლები გამრავლდებოდნენ და დიდ ხალხად იქცეოდნენ. ამ იმედით მართალი აბრაამი თავისი მოღვაწეობის დასასრულს უახლოვდებოდა. თითქოს უკვე მიიღო მისაგებელი ამდენი ხნის მწუხარებისა და განსაცდელისთვის. საბოლოოდ სიმშვიდეს ეწია, თვალწინ ჰყავდა ვაჟი, რომელიც მისი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. მაგრამ უფალს სურდა ჩვენთვის მართლის ყველა სათნოება და ის უდიდესი სიყვარული ეჩვენებინა, რომელსაც იგი ღვთისადმი განიცდიდა. ესოდენ დიდებული აღთქმის შემდეგ, როდესაც ისააკი წამოიზარდა და გაფურჩქვის ასაკში იყო, მამის სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა, განსაკუთრებით კი იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც ითქვა: ისაკით დაგეწყება შთამომავლობა და ის იქნება შენი მემკვიდრე. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა. რას ნიშნავს? გამოსცადა? ის კი არა, რომ ღმერთი არ უწყოდა და ისე აკეთებდა, არამედ იმისთვის გამოსცადა მამამთავარი, რომ მაშინდელ თანამედროვეებს და მის შთამომავლებს მამამთავრის მსგავსად ქონოდათ უფლის სიყვარული და მისი ბრძანებების სრული მორჩილებით აღესრულებინათ. უთხრა: აბრაამ, მიუგო, აქა ვარ. რას ნიშნავს აქ სახელის გამეორება? ეს ნიშანია უფლის უდიდესი კეთილგანწყობისა მამამთავრის მიმართ. ასე იმის მისახვედრად მოუწოდა, რომ ღმერთს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ებრძანებინა მისთვის. ამგვარად, გაძლიერებული მოწოდებით განიზრახა მამამთავრის ყურადღების გაძლიერება, რომ ზედმიწევნით მოესმინა ღმერთის სიტყვა. ღმერთი ეუბნება: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდ შობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირი აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. ძალინ მძიმე ბრძანებაა. ეს საქმე ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს აღემატება. მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდ შობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს. შეხედე, ეს სიტყვები როგორ უფრო აღვივებენ და აძლიერებენ სიყვარულის ცეცხლს, რასაც მართალი გრძნობდა ისააკისადმი. მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდ შობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს. ყოველი სიტყვა თავისთავად საკმარისი იყო მამამთავრის სულის შესაძრწუნებლად. ღმერთს უბრალოდ არ უთქვამს: ისააკი დაამატა. შენი შვილი, რომელიც მიიღე ყოველგვარი მოლოდინის გარეშე და მისი გაჩენა ღრმა მოხუცებულობაში შეძელი მხოლოდ შობილი ნანატრი, რომელიც შენ ასე გიყვარს. ისააკი, რომელიც მემკვიდრედ გსურს, რომლისგანაც მე შეკპირდი შენი შთამომავლობის გამრავლებას იმდენად, რომ მათი რიცხვი ცაში ვარსკვლავებს და ზღვაში ქვიშას გაუტოლდება. ასე რომ, აი სწორედ ეს შვილი წამოიყვანე და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირი აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. ჩემთვის ისიც გასაოცარია, როგორ შეძლო ამ სიტყვების მოსმენა მართალმა. ზუსტად ის შვილი, ამბობს ღმერთი, შენთვის ესოდენ სასურველი მოიყვანე, რომ მსხვერპლად შემწირო მე, როგორ მიიღო ეს მართალმა. ის არ შეწმუნდა სულით, არ შეფერხდა აზროვნებით, არ დაიბნა ასეთი უცნაური ბრძანების გამო, არ დაიწყო ფიქრი და განსჯა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ვინც ყოველგვარი მოლოდინის გარეშე მაჩუქა მე შთამომავალი, თავისი კაცთმოყვარეობით გააცოცხლა სარას მკვდარი საშო, ახლა კი, როცა ჩემი შვილი წამოიზარდა და გაფურჩქვის ასაკშია, ის მიბრძანებს მოუკლა ჩემი შვილი და მსხვერპლად შევწირო? ის, ვინც ცოტა ხნის წინ მითხრა მე, ისაკით დაგეწყება შთამომავლობა, ახლა საწინააღმდეგოს მოითხოვს? როგორღა აღსრულდება მისი მოცემული აღთქმა? როგორ შეიძლება წაკვეთილი ფესვებიდან ტოტი გამოიზარდოს, ან და გადაჭრილი ხისგან ნაყოფი მივიღოთ, ან დამშრალი წყაროდან დინარეები გარდამოდინდეს? ადამიანური განსჯით ეს არ შეიძლება მოხდეს. თუმცა უფლის ნებით ყველაფერი შესაძლებელია. არაფერი მსგავსი წმინდანს არ უფიქრია. არამედ როგორც მადლიერმა მორჩილმა მიატოვა ყველა ადამიანური საზრუნავი და მხოლოდ ერთზე ზრუნავდა,
ბრძანება შეესრულებინა. მისთვის თითქოს უცხო გახდა ადამიანური ბუნება და ყოველგვარი განცდები სიყვარული უფლის ბრძანებაზე ქვემოთ დააყენა, ჩქარობდა, მის შესრულებას შედგომოდა. ადგა დილა ადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი. თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი. დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ ღმერთმა რომ მიუნიშნა. ყურადღება მიაქციე კაცთმოყვარე უფალი ადგილის სიშორითაც კი ცდის მართალის სათნოებას. წარმოიდგინე, რა უნდა გადაეტანა მართალს 3 დღის განმავლობაში, როცა ბრძანების შესრულებაზე ფიქრობდა იმაზე, საკუთარი ხელით როგორ უნდა მოეკლა ესოდენ საყვარელი შვილი, ამასთანავე, არავისთვის შეეძლო ამის გამხელა, გაგიკვირდეს მისი ღვთისმოყვარეობა და სულის სიძლიერე. ხვდებოდა უფლის ბრძანების მნიშვნელობას, მიზანმიმართულად არავის უმხელს, არც მონებს, არც ისააკს, თვითონ, მარტოს ჩადის ამ გმირობას და რკინასავით უდრეკი რჩება, აჩვენებს თავისი სულის ძლიერებას, ბევრს არ ფიქრობს, სრული მზადყოფნით ემორჩილება უფლის ნებას. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ. თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. აქაც ყურადღება მიაქციე წმინდანის დიდ კეთილგონიერებას. მას უნდა თავისი განზრახვა მსახურებისგანაც კი დაემალა, ყველაფერში გულმხურვალე და მტკიცე მზადყოფნას აჩვენებს უფლის ნების შესასრულებლად. მან იცოდა, რომ ეს საქმე ახალი და უჩვეულო იყო, რომ ადრე სხვას არავის გაუკეთებია მსგავსი რამ, ამიტომაც უმალავს მონებს, ტოვებს მათ სახედართან და ეუბნება: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. მან ეს თქვა, თუმცა არ იცოდა, რომ ასე იქნებოდა. იწინასწარმეტყველა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა. მოსამსახურეებს ასე იმიტომ უთხრა, რომ სინამდვილე დაემალა და ეიძულებინა, იმ ადგილას დარჩენილიყვნენ. შემდეგ აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკი და ისაკს, თავის შვილს. ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა და ასე წავიდნენ ორნი ერთად. სულის როგორი ძლიერებაა, როგორი მტკიცე ნებისყოფა. სამსხვერპლო შეშა, აჰკი და ისაკს ამბობს წმინდა წერილი, თვითონ აიღო დანა და ცეცხლი და ორივენი ერთად წავიდნენ. როგორი თვალებით უყურებდა შვილს, რომელსაც შეშა მიჰქონდა და რომელიც ცოტა ხნის შემდეგ მსხვერპლად უნდა შეეწირა. როგორ შეეძლო ხელებში დანა და ცეცხლი დაეჭირა. ხელებით ცეცხლი მიჰქონდა მგზნებარე, შინაგანი ცეცხლი გულში ენთო და ყოველგვარ წადილს ანადგურებდა, განამტკიცებდა მის განზრახვას, ღმერთის სიყვარულით საცდურზე გაემარჯვა და აიძულებდა ეფიქრა, რომ ის, ვინც მისცა შესაძლებლობა მამა გამხდარიყო, რაც ადამიანური ბუნების ძალებს აღემატებოდა, ახლად შეაძლებინებდა ადამიანურ გონზე აღმატებული საქმე ჩაედინა. თუმცაღა, შეხედე, როგორც ინთება მასში შინაგანი ცეცხლი და წვავს მართლის სულს. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამა ჩემო, ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისათვის, რომ შინაგანად შეძრულიყო მართალი. უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? მამას ეძახი მას, ვინც ცოტა ხნის შემდეგ უკვე უშვილო იქნება. და მე ვეძახი ჩემ შვილს, ვინც მალე სამსხვერპლოზე უნდა ავიდეს, ვისაც მე საკუთარი ხელებით მოვკლავ. შვილი ამბობს: აი, შენ მოგაქვს ცეცხლი, მე შეშა. სად არის მსხვერპლი, უფლისთვის მისატანად გამზადებული, კრავი სადღა არის. წარმოიდგინე მართლის ჯოჯოხეთური ტანჯვა, როგორ შეძლო გადაეტანა ის, რაც მოისმინა, როგორ შეძლო შვილისთვის ეპასუხა, როგორ არ შეყოყმანდა სულიერად, როგორ შეძლო დაემალა შვილისთვის და არ გაემჟღავნებინა მომავალი საქმე. მტკიცე აზრით და ძლიერი სულით პასუხობს შვილს, ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. შეხედე, აქაც წინასწარმეტყველებს მომავალს, ისე რომ თავად არ უწყის. ასეთი პასუხით ცდილობს სიმართლე დაუმალოს ისააკს, მაგრამ ამ სიტყვებით შვილს მხოლოდ დროებით ამშვიდებს, ამ დროს თვითონ უფრო დიდ ტკივილსა და მწუხარებას განიცდის, ფიქრობს ამ სიტყვებზე, შეჰყურებს შვილის ფიზიკურ სილამაზეს, სულიერ კეთილსახეობას, მის მორჩილებას, მიმზიდველობას და გაფურჩქმნის ასაკს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად. მიადგნენ იმ ადგილს ღმერთმა რომ უთხრა. საღვთო წერილი ამბობს, მივიდნენ მაღალ მთაზე, რომელიც ღმერთმა აჩვენა და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო. ისევ მაუცებს მართლის სიმამაცე, როგორ შეეძლო სამსხვერპლოს აღმართვა, როგორ იპოვა ამისთვის ძალა, როგორ არ დაეცა სულით შინაგანი განცდებისგან. მაგრამ არა, მან სამსხვერპლოც აღმართა და შეშაც დააწყო, შეკრა ისაკი, თავისი შვილი და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად. ნუ დავტოვებთ, საყვარელნო ამ მონათხრობს უყურადღებოთ, არამედ ვიფიქროთ, როგორ არ დატოვა სხეული მამთავრის სულმა, როგორ ეყო მას ძალა საკუთარი ხელებით აეღო და დაეწყო შეშა სიყვარულისთვის, საკუთარ გულზე უფრო ძვირფასისთვის, ერთადერთი შვილისთვის. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად, ამბობს წერილი. ჰოი, სულო, ღვთისმოყვარულო, ჰოი, სულო, ვაშკაცურო, ჰოი, ძლიერო სიყვარულო, ჰოი, გონებავ, ადამიანურ ბუნებაზე გამარჯვებულო. აიღო დანა შვილის დასაკლავად. მაგრამ აქ რამ უფრო უნდა გაგვაკვირვოს მამამთავრის ვაჟკაცურმა სულმა თუ შვილის მორჩილებამ. ის არ გაიქცა, არ განრისხდა მამის საქციელის გამო, დაემორჩილა მის განზრახვას და როგორც ცხვარი, უსიტყვოდ ავიდა სამსხვერპლოზე, მამის დარტყმის მოლოდინში.
როცა ყველაფერი მზად იყო და აღარაფერი რჩებოდა, კეთილი უფალი სურს რა აჩვენოს, რომ ასეთი ბრძანება არა შვილის მოსაკვდინებლად, არამედ მამამთავრის სათნოების გამოსამჟღავნებლად მისცა, საბოლოოდ თავის კაცმოყვარეობასაც გამოხატავს და მართალს გვირგვინს ადგამს თვინიერებისთვის, ანუ მისი გადაწყვეტილებისთვის მართლა მსხვერპლად შესწიროს შვილი. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ, ამბობს წმინდა წერილი, როგორც კი დაინახა ღმერთმა, რომ მართალი მზადაა შეასრულოს მისი ნება და უკვე ემზადება შვილის მოსაკვდინებლად, ეძახის ზეციდან: აბრაამ, აბრაამ და აი აქ გამოყენებულია სახელის გამეორება, რათა შეაჩეროს წმინდანის თავგამოდება და ამ შეძახილით შეაჩეროს წმინდანის ხელი, შვილის დასაკლავად აღმართული. მიუგო, აქა ვარ, უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნუ რაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. ამბობს, ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, მე ბრძანება იმიტომ არ გამიცია, რომ ეს სინამდვილეში შესრულებულიყო, მე ის კი არ მსურს, შენი შვილი დაკლა, არამედ ყველასთვის მაგალითი გახდეს შენი მორჩილება. ნუ რაფერს დაუშავებ მას, კმაყოფილი ვარ შენი მორჩილების და ამისათვის განგადიდებ შენ. მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ. შეხედე, როგორი მოწყალებაა ამ სიტყვებში. ნუ თუ ადრე ღმერთმა არ იცოდა მართლის სათნოება და მხოლოდ ახლა გაიგო? არა, ის არ ამბობს თითქოს მხოლოდ ახლა გაიგო, ახლა ამბობს ის შენ ყველას აჩვენე, რამდენად გულწრფელად გაქვს შიში უფლის მიმართ. მე რა თქმა უნდა ვიცნობდი ჩემს მონას, მაგრამ ახლა შენს მიერ ქმნილი საქმე მაგალითი გახდება ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. ახლა შენ ყველას აჩვენე, როგორ გეშინია ღმერთის და როგორ გულმოდგინედ ასრულებ მის ნებას. მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, რაოდენ ძვირფასი შენთვის, რომელიც ასე გულწრფელად გიყვარს და არ დაინდე ჩემი გულისთვის, ჩემი მოთხოვნის გულისთვის. ჩემი მორჩილება ამჯობინე შვილის სიყვარულს. ამიტომ წაიყვანე შვილი. მე ხომ შეკპირდი შენი შთამომავლობის გამრავლებას. ახლა წადი მორჩილებისთვის დაჯილდოებული. მე მორჩილების ერთი გამოხატულებაც კი ჯილდოს ღირსად მიმაჩნია და კეთილი განზრახვისთვის გაჯილდოებ. დაე, მართლაც ასრულდეს ის, რაც მოსამსახურეებს და ისა აქვს უთხარი. შენ მათ შეპირდი. თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოუბრუნდებით. ასეც იქნება. კითხვაზე: კრავი სადღა არის? შენ უპასუხე: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. მიმოიხედე და დაინახავ შენს მიერ ნაწინასწარმეტყველებ ცხვარს. ის მოიტანე შესაწირად შენი შვილის მაგიერ. გაიხედა აბრაამა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად. ღმერთი ამბობს, მე დავინახე ღვთისმოსაობა შენს გულში და მოგიმზადე ის, რაც შვილს უთხარი. აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად. ხედა უფლის კაცმოყვარეობას. მსხვერპლ შეწირვაც აღსრულდა. მამამთავარმაც აჩვენა ღვთისმოსაობა, გვირგვინი მიიღო კეთილგანზრახულობისთვის, შვილიც უვნებელი წაიყვანა და ურიცხვი გვირგვინებით დაბრუნდა. ეს ყველაფერი ქრისტეს ჯვარცმის წინასახე იყო. ამიტომ ეუბნებოდა ქრისტე იუდეველებს, აბრაჰამს, მამასა თქვენსა, უხაროდა, რაითა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა. როგორ ხედავდა ამას ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის წინ ცხოვრობდა? წარმოსახვით, ჩრდილში. როგორც აქ ბატკანი იქნა შეწირული მსხვერპლად ისააკის ნაცვლად, ასევე სიტყვიერი ცხოვარია მიტანილი მსხვერპლად მთელი კაცობრიობის ნაცვლად. ჭეშმარიტება ჩრდილში უნდა გარდასახულიყო. იქ ერთადერთი ძე, აქ კი მხოლოდ შობილი. იქ საყვარელი და ჭეშმარიტი ძე, აქ ერთადერთი და ერთარსი ძე, როგორც მამა ღმერთი ამბობს. ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ. ისააკი მამამ მიიყვანა მსხვერპლად შესაწირად. ქრისტე მამამ გასცა, როგორც პავლე ამბობს, რომელმან იგი ძესაცა თვისსა არ ახრიდა, არამედ ჩვენ ყოველთათვის მისცა იგი, ვით არ უკვე არამითურთ ყოველივე მოგვანიჭოს ჩვენ, აქ აჩრდილი მოევლინა და შედეგად თქვენთვის ჭეშმარიტება იხსნება მეტად აღმატებული მთელი მსოფლიოსთვის მსხვერპლად მოტანილი სიტყვიერი კრავი. მან განწმინდა მთელი სამყარო. მან იხსნა ადამიანები ცდომილებისგან და აზიარა ჭეშმარიტებას. მან ქმნა მიწა ცად არა იმით, რომ ბუნებრივი სტიქიები შეცვალა, არამედ მიწიერ ადამიანებში ზეციური ცხოვრება დაამკვიდრა. მან შემუსრა დემონების მსახურება. მისი წყალობით ადამიანები აღარ ეთაყვანებიან ქვებს და ხეებს, აღარ განადიდებენ უგზნობ კერპებს. განადგურებულია ყოველგვარი ცდომილება და ჭეშმარიტების სინათლემ გაანათა ქვეყნიერება. ხედავ ჭეშმარიტების უპირატესობას? ხედავ რა არის აჩრდილი და რა ჭეშმარიტება? წმინდა წერილი ამბობს: უწოდა აბრაამას სახელად ამ ადგილს. ღმერთი გამოაჩენს, ამიტომ ითქმის დღეს. თაზე უფალი გამოჩნდა. შეამჩნია მართლის ღვთისმოსაობა ყოველ ჯერზე როგორ აძლევს სახელს ადგილებს, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. სურს უკდავყოს ეს ადგილები. საკმარისი იყო მართლისთვის ის ჯილდო, რომ ისააკი უკან ცოცხალი დაიბრუნა და უდიდესი საქებარი სიტყვების ღირსი გახდა უფლისგან. მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ, მაგრამ გულუხვი უფალი, რომლის საბოძვარი და კეთილის მყოფელობა ყოველთვის აღემატება მოსალოდნელს. ახლაც სიუხვით აღავსებს მართალს, ჯილდოზე მიაგებს, ამბობს ისევ. მეორე გზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან და უთხრა: თავს გეფიცები,
ამბობს უფალი, რა კი ეს საქმე გააკეთე, რა კი მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით. დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა. რადგან შეასრულე ჩემი ბრძანება, ამბობს ის და სრულად აჩვენე შენი მორჩილება, მაშ მოისმინე. თავს გეფიცები, ამბობს უფალი. ყურადღება მიაქციე უფლის მოწყალებას, ამბობს. თავს გეფიცები, რათა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ჩემს მიერ თქმული სრულად შესრულდება. როგორც ხალხი თავის შეპირებასთან ურთავს ფიცს, რომ ნათქვამს სიმტკიცე მიანიჭონ და შეპირების მიმღებს აწყნარებენ, უფალმაც მიიღო ადამიანური ჩვეულება და ამბობს. თავს გეფიცები, ამბობს უფალი. რა კი ეს საქმე გააკეთე, რა კი მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. ყურადღება მიაქციე უფლის კაცთმოყვარეობას, ამბობს. მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის და თვითონ უბრუნებს მას ცოცხალ შვილს. ნუ დაინახავ აქ საყვარელო მოვლენის დასასრულს, არამედ ჩაუკვირდი სულიერ განწყობილებას, როგორცაც მამამთავარი უსიტყვოდ ასრულებდა ბრძანებას. რაც შეეხება მორჩილებას, მამამთავარმა უკვე გაისვარა ხელი სისხლით, უკვე ეხებოდა დანით თავისი შვილის მკერდს და ნამდვილად შესწირავდა მსხვერპლად. ამიტომაც, თითქოს მსხვერპლ შეწირვა მართლაც მომხდარიყოს, ისე მიუძღავს ღმერთი ამისთვის და ამბობს, მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. მაგრამ თუ შენ არ შეიწყალე ის ჩემი ბრძანების გამო, მე შევიწყალე ის შენი მორჩილებისათვის. ჯილდოდ ასეთი მორჩილებისათვის მე კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით. ყურადღება მიაქციე ლოცვა კურთხევის სიუხვეს, რაც ამას ნიშნავს. მე კიდევ უფრო გავამრავლებ შენს ოჯახს. შვილი, შენი განზრახვით, მსხვერპლად შეწირული, ისეთი სიმრავლით განარცობს შენ შთამომავლობას, რომ ვარსკვლავების და ქვიშის რაოდენობას გაუტოლდება და იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა. ეს ყველაფერი, ამბობს უფალი, საჩუქარი იქნება შენთვის, შენი უდიდესი მორჩილებისთვის. შეგვიძლია თუ არა ჩვენც მივიღოთ ურიცხვი სიკეთე, თუ გამოვიჩენთ უფლისადმი მორჩილებას, აღვასრულებთ მის ნებას და მამამთავრის მსგავსად, არ გამოვცდით მის ბრძანებას, არამედ როგორც კეთილგონიერი მონები, მხოლოდ შევასრულებთ მათ, განსჯას კი ღმერთს მივანდობთ? თუ ასე მივაჩვევთ საკუთარ თავს, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როგორც მამამთავარი და ისეთივე გვირგვინს მივიღებთ. როგორ ვაჩვენებთ ჩვენს მორჩილებას? თუ მართლა აღვასრულებთ მის აღთქმას, არა მსმენელნის ჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნის ჯულისანი განმართლდნენ. მართლაც, რა სარგებელი უნდა გქონდეს, თუ ჩვენ ყოველდღე მოვისმენთ უფლის მცნებებს და არ ვიზრუნებთ მის შესრულებაზე? ამიტომ გარწმუნებთ ყველას დავეშუროთ კეთილსაქმეთა ქმნას სხვაგვარად, ხსნა შეუძლებელია. გავიწმინდოთ ცოდვებისგან და ამგვარად გავხდებით მეუფის გულმოწყალების ღირსნი მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.